ამ რუკაზე არის დატანილი ყველა ის კორუფციული ფაქტი, რომელიც დაკავშირებული არის ბიძინა-მანიშვილთან. ჩანს, რომ კიდევ ერთხელ რომ ამას აქვს სისტემური ხასიათი და რომ შევხედოთ თვითონ ამ კონტრაქტების ღირებულება არის 3 მილიარდ 280 მილიონი ლარი. ეს არის ძალიან ცოტა იმ კონტრაქტებიდან, რომელსაც ჩვენ შევხედეთ, თუმცა უკვე არსებული რაოდენობა არის ძალიან ბევრი. Corruption FG ასე ქვია ჩვენს რუკას, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია უკვე მასშტაბი ნახოს. მაგალითად, თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის შესახებ გამოძიება, რომ მას სავარაუდოდ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სასახლე აქვს, სხვა ადამიანის სახელზე გაფორმებული, ხან უკანონო გამდიდრების სავარაუდო შემთხვევაა. აქ არის დეპუტატი ნინო წილოსანის შესახებ გამოძიება, რომლის ოჯახის წევრმა საეჭვო გარემოებებში პრივატიზაციის გზით ჩაიგდო ხელში სახელმწიფო ქონება. ის სკანდალი, ხო, სადაც იქ იყო მოსამართლე, რომელმაც ჟურნალისტის ესე იგი მტკიცებით მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ასევე ახალი დეპუტატები გიორგი ჭყონია და ძველი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, რომ ისინი აგრძელებენ ათობით მილიონის სახელმწიფო კონტრაქტების